უმწავესი რეზოლუცია საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე პრეზიდენტ მაკრონის გუნდის წევრმა რენესანსის პარტიიდან კონსტანს ლე გრიპმა წარადგინა. რეზოლუციის ტექსტმა ეროვნულ ასამბლეაში მოიპოვა ხმათა უმრავლესობა 68 მომხრე 28 წინააღმდეგი. ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა, რომლის მთავარიც და რეზოლუციის დოკუმენტი, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის წინააღმდეგ პერსონალური და ინდივიდუალური სანქციების დაწესება. რეზოლუციის დოკუმენტი არის საკმაოდ ვრცელი, იქ არის ძირითადი მოთხოვნები გაჟღერებული განსაკუთრებით ევროკავშირის მისამართით, რომ საფრანგეთმა ევროკავშირში მის პარტნიორებთან ერთად დააწესოს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაამტკიცეს რეპრესიული კანონები და ამ შემთხვევაში საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც პარლამენტის წევრები საფრანგეთში უწოდებენ რუსულ კანონს და რუსეთიდან ინსპირირებულ კანონს და ასევე მოითხოვენ, რომ სანქციები გავრცელდეს არა მხოლოდ ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვაზე, ასევე სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ქონებას ევროკავშირის ტერიტორიაზე, გაეყინოთ მათ საბანკო ანგარიშები და აქტივები. შესაბამისად, კიდევ ერთი მოთხოვნა რეზოლუციის დოკუმენტის მიხედვით არის ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ განახლდეს, ვიდრე ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, არ გაატარებს პროდემოკრატიულ რეფორმებს და არ გააუქმებს სრულად იმ კანონებს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სრულად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ქართული ოცნების მიმართ უმწავესი განცხადებები გააკეთეს საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა, ვიდრე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდებოდა რეზოლუცია. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ ქვეყანა აქცია რუხ-ზონად, საქართველო სულ უფრო მეტად შორდება ევროკავშირს და ეს თავიდან ბოლომდე არის ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. პარლამენტარები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და გააუქმონ რეპრესიული კანონები, რამაც გამოიწვია საქართველოს ჩამოშორება ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან. Voici le résultat du scrutin. Votant 125, exprimé 108, majorité 55 pour 108 contre 0. L'Assemblée nationale a adopté. La proposition de résolution européenne qui a été successfully. ეს რეზოლუციის პროექტი, რომლის წარდგენის პატივიც მხდა წილად, ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად არ წარმოადგენს ჩარევას, არამედ ეს არის სოლიდარობის აქტი. ის შეგვახსენებს, რომ საქართველოს ბედი განუყოფელია ევროპული ოჯახის ბედისგან. ჩვენ დიდი შეშფოთებით ვხედავთ, როგორ შორდება ამჟამინდელი მთავრობა კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და ევროკომისიის რეკომენდაციებს. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საბედისწერო ნაბიჯია. იგი ქმნის დაშინების კლიმატს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, უფლებადამცველებისთვის და ყველასთვის, ვინც საერთაშორისო მხარდაჭერას იღებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პოპულარიზაციისთვის. კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მეტსახელად რუსული კანონი არის პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ეს ტექსტი სხვა არაფერს ემსახურება თუ არა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას, იმ მეთოდის გამოყენებით, რომლებსაც სამწუხაროდ ძალიან კარგად ვიცნობთ. ამ რეზოლუციით საფრანგეთის სენატი აცხადებს პირველი, ყველაზე მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, მეორე მოითხოვს ამ რუსული ინსპირაციის მქონე კანონის სრულ და უპირობო გაწვევას, მესამე გამოხატავს ნებას, რომ საფრანგეთმა და ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული ზომები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციები თუ ავტორიტარული გადახრა გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო იქცეს რუხ-ზონად. ქართველი ხალხის სიმამაცე იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ჩვენი ასამბლეის ღირსების საკითხია, რომ დღეს ხმა მივცეთ ამ ტექსტს თავისუფლებისთვის. Mes chers collègues, c'est l'objet de cette résolution. საფრანგეთის ასამბლეის წევრებმა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას შეახსენეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ არის უპირობო და ის შესაძლოა ერთ დღეს დაკარგოს ქვეყანამ, თუ რა თქმა უნდა გაგრძელდება ავტორიტარიზმი, ავტორიტარული მმართველობა და ევროკავშირი არ დაინახავს, რომ ქართულ ოცნებას აქვს მზაობა გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, მოусმინოს ხალხს და ხალხის ნების საპასუხოდ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. სანქციებთან
ერთად რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს წნეხი ქართულ ოცნებაზე, როგორც სანქციების კუთხით, ასევე ფინანსური წნეხიც ევროკავშირისგან. ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის მიხედვით არ უნდა მიიღოს არც ერთი თეთრი ფინანსური დახმარება, რომელიც უფრო მეტად გააძლიერებს ქართულ ოცნებას და დაეხმარება ბიძინა ივანიშვილის გუნდს გააგრძელოს რეპრესიული პოლიტიკა, მიიღოს რეპრესიული კანონები, რომელიც თავიდან ბოლომდე ემსახურება ოპონენტების და სამოქალაქო საზოგადოების განეიტრალებას. განსაკუთრებულ აქცენტს საფრანგეთის ასამბლეის წევრები აკეთებენ ძირითადად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ყველაზე დიდი შეშფოთება საფრანგეთში, განსაკუთრებით ემანუელ მაკრონის პარტიის წევრებში. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც ასე ვთქვათ, რომლის მიზანიც არის გამჭვირვალობა, ეს არის კანონი, რომ რაც შეიძლება შეიზღუდოს თავისუფალი ხმა და სამოქალაქო საზოგადოებას აღარ ქონდეს თავისუფლად მუშაობის და ოპერირების შესაძლებლობა. გარდა ამისა არის ჩანაწერი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დოკუმენტში წერია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ არის გარანტირებული და შესაძლოა ქართული ოცნების პოლიტიკის გამო საქართველოს მოქალაქეებმა ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარიც დაკარგონ. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის მითითებებით შთაგონებულმა გადაწყვეტა წარმოადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის შესახებ. ეს კანონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოო ჯამში დემოკრატიას. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს კანონი. ეს არის ინსტრუმენტი ოპონენტების გასაჩუმებლად, ზუსტად ისე, როგორც ამას ვხედავთ რუსეთში. საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილია. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც იყო ისტორიული ნაბიჯი და ქართველი ხალხის ურყევი ნების აღიარება. თუმცა დღეს ეს გზა საფრთხის ქვეშაა. ევროპული ღირებულებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და პლურალიზმი შეუთავსებელია ამ კანონთან. საფრანგეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი გზავნილი ნათელია. არ არსებობს ევროპული მომავალი თავისუფლების გარეშე. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივისცეს საკუთარი მოქალაქეების ნებას. უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს რეფორმების გზას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციის. საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. ეს არის ევროპული გზა. ქართულმა ხალხმა იცის, რომ ეს კანონი არის ბარიერი, რომელიც მათ აშორებს ევროკავშირს. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მიღებით ზურგს აქცევს ქვეყნის კონსტიტუციას და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ამ ავტორიტარულ გადახრაზე. ვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიეთ ეს კანონი, შეწყვეტეთ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და დაუბრუნდით რეფორმების იმ გზას, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში მიიყვანს. ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას და კრიტიკული აზრის ჩახშობას. ჩვენ კარგად ვიცით, საიდან მოდის ეს შთაგონება. ეს არის ავტორიტარული მოდელი, რომელიც ევროპულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ქუჩაში დგას ევროკავშირის დროშებით, გვეუბნება, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა, ევროპულ ოჯახში. მათი სიმამაცე და ერთგულება დემოკრატიისადმი იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, მათ შორის კანდიდატის სტატუსი, არ არის გარანტირებული მოცემულობა. ის ეფუძნება რეფორმებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ამ კანონის მიღება იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას. საფრანგეთი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივისცეს საკუთარი მოქალაქეების ნებას. უარი თქვას ამ რეპრესიულ კანონზე და დაუბრუნდეს იმ რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპაში მიიყვანს. უმწოვეს რეზოლუციაში ხაზგასმულია ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭება უნდა იყოს დამოკიდებული დემოკრატიულ რეფორმებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, საფრანგეთის დეპუტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციას არ არის გარანტირებული უფლება და ეს არის, ასე ვთქვათ, რეფორმებზე დაფუძნებული, რაც შესაძლოა საქართველოს
დაკარგოს. როგორც უკვე გითხარით, რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა არის სანქციები, თუმცა ქართული ოცნების მისამართით მთავარი მოთხოვნა, რაც გაიჟღერდა, არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული კანონები და გაუქმდეს სრულად რეპრესიული კანონები, ასევე შეწყდეს ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. მე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სენატში ხმათა დიდი რაოდენობით დამტკიცდა რეზოლუცია 68 დეპუტატი იყო მომხრე 28 წინააღმდეგი და ძირითადად მომხრეთა შორის იყვნენ, როგორც უკვე გითხარით, მართველი პარტიის რენესანსის დეპუტატები. მე შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონის პარტია საფრანგეთის სენატში დიდი უმრავლესობა უჭირავს.